მოგესალმებით, ვაგრძელებთ საკვირაო გადაცემას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ მუშაობთ მოხალისეობრივად და ვაწყდებით ფინანსურ საჭიროებებში გადაშიგ და კომენტარებში იქნება ანგარიშნამერი მითითებული და თუ სრული იქნება დაგვიდექით გვერდში. ასევე შეგიძლიათ რჩევები, შენიშვნები, ყველაფერი მოგწეროთ და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ამას. მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში და ყველაზე მეტად, რამაც ყველა აღგვაშფოთა, იყო გუშინდელი დაკავება ქალბატონი აზატ შილაჩაოსი, რომელიც არის 71 წლის აფხაზეთიდან დევნილი და ყველა ფსკერი ხო ჩახია პოლიციამ და ქართულმა ოცნებამ და ყოველთვის ვალაპარაკობთ ხოლმე რომ ამის პეტი რა უნდა გააკეთოს და ამის მერე რა უნდა გააკეთოს და ყოველთვის უფრო და უფრო გვაჩვენებს თუ რამდენად სასტიკია რეჟიმი და თუ რამდენად არაქართულად რუსულად იქცევიან ისინი. მე უბრალოდ მინდა დღეს პირველ რიგში ვისაუბროთ ქალბატონი აზატ შილაჩავა, აზაბებო როგორც ჩვენ ვეძახით, არის 71 წლის აფხაზეთიდან დევნილი გაგრიდან. ის ძალიან ადრეულ ასაკში დაქვრივდა და 3 წლის შვილს სულიდა სრულიად მარტო. შემდეგ როდესაც ომი დაიწყო, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ირგვლივ თვითონ ყვება რომ სულ გვამები ეყარა ჩვენ ქართველების და გადაწყვიტა რომ დაეტოვებინას აფხაზეთი და გადმოსულიყო საზღვარზე, მაგრამ საზღვარი დახვდა ჩაკეტილი და მოუწია უკან დაბრუნება. წარმოიდგინეთ შვილთან, მცირეწლოვან შვილთან, 3 წლის შვილთან და მოხუც დედასთან ერთად გადაადგილდებოდა. შემდეგ უკვე როდესაც უკან მიბრუნდა, ნახა რომ მისი სახლი და სხვა სახლები ასევე გადამწვარი იყო. არ იცოდა რა იქნა და სხვასთან შეაფარა თავი. შემდეგ უკვე მაინც მიბრუნდა თავის ბინისკენ და იქ ერთმა სომეხმა ბიჭმა უთხრა რომ აი აქ ქართველის გვამი არისო და მის დამარხვაში დამეხმარეო. აზაყვება როგორ დამარხეს მიცვალებული ზღვის პირას და ასევე ყვება იმას, რომ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანის გვამი იყო მიმოფანტული. ასევე ამბობს, რომ ბიჭს ინიციალები GS ჰქონია და ასე წვალებით შიშის ქვეშ, იმიტომ რომ რო ენახათ რუსებს, რომ ქართველს მარხავდნენ, შეიძლებოდა ესენი სასიკვდილოდ გაეწირათ. შემდეგ ახერხებს აზა, რომ მის ოჯახთან ერთად გემით ბათუმისკენ გადავიდეს, ბათუმში გადავიდეს. ბათუმიდან გადადის შემდეგ უკვე წყალტუბოში და მან სანატორიუმში ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობს წლების განმავლობაში. როგორც უკვე გითხარით, აზა ზრდის 3 წლის შვილს, არც წყალი არ არის, არც შუქი არ არის, არანაირი პირობები, საჭმელი ხო საერთოდ არ არის და არ არის მაგ მოცემულობაში და მაგ პირობებში და აზას უწევს, რომ 50 კილოიანი შაქრის ტომრები ატაროს და ისე შეძლოს შვილის რჩენა, რომ ელემენტარული შიმშილით არ დაიღუპოს შვილი, ხო? ამის მერე აზა მიდის 11 წლიან ემიგრაციაში, თურქეთში, იქ მუშაობს. მერე პატარა ბინა შეიძინა, ერთი პატარა ოთახი, ბინა ცოტა გადაზედმეტებული ნათქვამი არის და თავადვე ამბობს, რომ ეს ბინა იყო ფრინველებისთვის განკუთვნილი და შემდეგ დაალაგა და მოაწყვეს ერთი ოთახი. აი ამ პერიოდის მერე ამ გაუსაძლისი მთელი ამ წლების შემდეგ ის მიდის 11 წლიან ემიგრაციაში, რათა მცირეოდენი ფული იშოვოს და მიხედოს მის ოჯახს, მის შვილს, რომელსაც განათლების მიღება უნდა. ახლა აზას შვილი არის 40 წლის და დედის მსგავსად ისიც ემიგრაციაშია და ულის ვიღაცის შვილს ძიძად მუშაობს. აზას დედა ისე გარდაიცვალა, რომ მან ბინა ვერ მიიღო სახელმწიფოსგან, კუთვნილი ბინა ვერ მიიღო და თავად აზა ლაპარაკობს, რომ ის როდესაც გარდაიცვალა, მის დასასვენებელი ბინა არ ჰქონდათ, სადაც მას დაიტირებდნენ. და დღეს არც აზასთვის არ მიუწია სახელმწიფოს ბინა და ყველაფერი რაც მან გამოიარა მთელი ამ ცხოვრების განმავლობაში, ტანჯული ცხოვრების განმავლობაში, მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ, გამოიარა თავისი შრომით, თავისი წვალებით გამოიარა და ეს ადამიანი დღეს ყოველდღიურად გამოდის და აპროტესტებს რუსულ რეჟიმს. ის მან რაც გამოიარა აფხაზეთში არ უნდა განმეორდეს საქართველოში, არ უნდა რომ ისევ რუსები იყვნენ აი ამ ქვეყანაში.
ამისთვის იბრძვის, მან იცის რისთვისაც იბრძვის. ის ერთხელ გააფრთხილეს პირბადის ტარების გამო, არ გადაიყვანეს და რამოდენიმე დღით არ ჩასვეს საპატიმროში, მაგრამ გუშინ 20-მა პოლიციელმა ესე ალყა შემოარტყა და თითქოს დამნაშავე ყოფილიყო ეს ადამიანი, რაღაც სასტიკი ჩაედინა დანაშაული ისე, წაიყვანეს დიღმის იზოლატორში და მან გუშინ გამოაცხადა მშრალი შიმშილობა. ანუ მშრალი შიმშილობა ნიშნავს იმას, რომ ის წყალსაც კი არ სვამს. როდესაც მასთან შევიდა ადვოკატს უთხრა, რომ ეს არის ჩემი პროტესტი და გაუმარჯოს ქალბატონ აზას პროტესტი და გაუმარჯოს ქალბატონ აზას. უბრალოდ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ არ ვიცი, ის პოლიციელები როგორ მოიქცევიან, შეიძლება ისეთნაირად მოიქცნენ, იმიტომ რომ როდესაც მას აკავებდნენ და არავინ არ იყო შემსწრე, არავინ ვიდეოს არ იღებდა, ეუბნებოდნენ თითქოს რომ შენ აფხაზეთში არ იყავი და იტყუები საერთოდ ამ ამბავს. და იგონებ იმას, რასაც ამბობ. არა და ამ ადამიანმა იმდენი ტანჯვა გამოიარა, მისი თვალით ნახა ადამიანების გვამები, თვითონ დამარხა კიდეც ადამიანი, როგორც უკვე გითხარით, ხო? მე მთელი ცხოვრება ტანჯვა წამებაში გაძლო, შეძლო ის რომ განათლება მიაღებინა შვილს და ეხლა გამოდის ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე და ყოველდღე დგას რუსთაველზე. და შემდეგ ვიღაც გამოვა და პროპაგანდას ააგორებს. და ვიღაც გამოვა და რაღაც ცინიკურად ილაპარაკებს. შემდეგ პოსტები და იმედი და რუსთავი ყველაფერს როგორც უნდათ ისე აჩვენებენ საზოგადოებას, მაგრამ რეალობა არის ეს. რუსთაველზე დგანან ადამიანები, ვისაც სამშობლო უყვარს, ვინც უანგაროდ დგას ქვეყნის სადარაჯოზე. და თქვენ გეუბნებიან, რომ თითქოს აქეთა ფლანგს აფინანსებენ, ვიღაც ფულს უხდის, გატყუებენ, რომ თითქოს deep state რაღაც არსებობს, რომელიც ამ აქციებს კვებავს. არა და პირიქით, მეგობრებო, ვინც რუსთაველზე დგას, არიან ის ადამიანები, ვისაც მართლა ცხოვრება გადადებული აქვს იმისთვის, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადაარჩინოს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც პოლიციამ დააკავა აზაბებო, მას დაუუქეს კუთვნილი 2 ლარი და 55 თეთრი, რომელიც ჰქონდა საფულეში. ხო? ამ რეალობას ვაწყდებით. და მისი დამკავრებლები არიან ძალიან ახალგაზრდა, პატარა ბიჭები, რა ვიცი, აი, რძერო არ შეშრობიათ ეგეთი პოლიციელები, რომელსაც ალბათ არც განათლება არ აქვს მიღებული, ალბათ ისე უბრალოდ დანიშნეს და მათაც უხარიათ იარაღი რო დააქვთ, რომ მანქანა რო ყავთ, ტალონები, ასე შემდეგ და ასე ის პრივილეგიები ძალიან ახარებთ და გონიათ რომ მაგარ საქმეს აკეთებენ, არა და იჭერენ აზაბებუსნაირ ადამიანებს, იჭერენ პირბადის კეთების გამო და ალბათ სახში რომ მივლენ შეიძლება არც კი დაფიქრდნენ ამაზე, იმიტომ რომ მაგათთვის ხომ ეს ერთი ჩვეულებრივი დღე არის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არის, ხო? მაგრამ მინდა ყველამ გაიაზროს, მე მაინც გამოსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა რომ ადამიანებში სინდისი ადრე თუ გვიან შეიძლება იღვიძებდეს. ზოგში ვერ იღვიძებს, იმიტომ რომ ძალიან მალავენ ამ სინდისს, მაგრამ ზოგში რაღაც დროს იღვიძებს და მე ძალიან გამიხარდება რომ აი ამ პოლიციელებმა ახალგაზრდა ბიჭებმა, რომლებიც 19, 20, 21 წლისები არიან, გაანალიზონ ის რომ რეჟიმი მათ იყენებს და იყენებს მათ ზუსტად აზაბებოსნაირი ადამიანების დასაჭერად. ძალიან ცუდი რაღაცები ხდება ჩვენ ირგვლივ. როგორც უკვე ვიცით, ციხეში ადამიანებს ეპყრობიან სასტიკად. ჩვენ ნახეთ ნინო დათაშვილი. ჩვენ ვიცით როგორ შევიდა ის ციხეში და ნახეთ როგორი გამოვიდა ის. ნახეთ რომ ვერც კი მოძრაობდა ნორმალურად. ძალიან დიდი ტკივილები აწუხებდა მას, ახლაც აწუხებს. ციხეში ალბათ ცოტა მეტ ხანს რო გაჩერებულიყო, შეიძლება ბევრად უფრო სავალალო შედეგი მიგვეღო. ასევე მინდა ანასტასია ზინოკინას შესახებ გესაუბროთ. მას აქვს სერიოზული ზურგის პრობლემები და იღებს ტკივილ გამაყუჩებლებს. ერთადერთი რასაც იღებს არის ტკივილ გამაყუჩებელი. მას ჭირდება ექიმის დახმარება. რამდენიმეჯერ შეპირდნენ კიდეც ციხეში, რომ გაასინჯებდნენ ექიმს, კურნალობის ქვეშ აიყვანდნენ, მაგრამ არა. ისევ და ისევ ტკივილ გამაყუჩებელს მისცემენ და გონიათ რომ ამით პრობლემა მოგვარდება. ის ისე ცუდად გახდა რამდენიმე დღის წინ, რომ იატაკზე 8 საათი გაატარა. იქიდან გამომდინარე, რომ საპირფარეშომდეც კი ვერ მივიდა. შემდეგ მედდა შემოვიდა და როგორ გითხრათ, პამპერსი გადაუგდო. შემდეგ ვერც კი აიღო ეს პამპერსი ანასტასია ზინოკინამ და მთელი ღამის განმავლობაში გაატარა აი ამ იატაკზე. ეს არის წამება, სხვა რა უნდა იყოს. ანასტასია ზინოკინა, ისევე როგორც ნინო დათაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა პატიმარი არიან წამების მსხვერპლი. და რო ლაპარაკობენ ციხეში ესა და ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს და სააკაშვილის დროს და ან ბევრ რაღაცას რო ლაპარაკობენ მაგ პერიოდზე იგივე თუ არა შეიძლება ბევრად მეტი რამ ხდებოდეს დღეს და ჩვენ ამის მაგალითებს ვხედავთ. ციხეში შედიან ადამიანები და ეტლით გამოდიან.
ეგ ხო რეალობა, ამას ყველა ვხედავთ არა? თუნდაც ჭიკვაიძის შემთხვევა ავიღოთ. ადამიანებს ბიძინა თავისი მიზნებისთვის. იმისთვის რომ ეს ადამიანები სამაგალითოდ დასაჯონ, აი ასეთ მდგომარეობაში აყენებენ. ბიზნეს თავისი პირადი ფინანსური ინტერესების გამო ყავს დატყვევებული ადამიანები და ჩვენ ვიცით ის რასაც აკეთებს. უზღუდავს ყველანაირ უფლებას და სიკვდილის პირამდე მიყავს ეგ ადამიანები. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობ რეჟიმზე, ქართულ ოცნებას სხვა არაფერი ეთქმის, სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევთ, თუ არა რეჟიმს. ამიტომაც ვდგავართ გარეთ, ამიტომაც ვიბრძვით სუსტად ამ რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ გვინდა გქონდეს ნორმალური სახელმწიფო, სადაც ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იქნება დაცული. თურმე ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა ჩვენ გვაწუხებს. იმას კი არაფერს არ ამბობენ, რომ მთელი მათი მომავალი, მათი შვილების მომავალი ბიძინა ერთმა კაცმა გადაუკეტა. გადაუკეტა ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა. გადაუკეტა ნორმალური ჯანმრთელობის მიღების შესაძლებლობა, ნორმალური სოციალური პირობების შესაძლებლობა. ყველა ადამიანს ბიძინა ივანიშვილმა გადაუკეტა ყველანაირი ის, რაც არის სასიცოცხლო დაუცილებელი და გადაუკეტა ის, რაც ყველა ადამიანს ბუნებითად უნდა გქონდეს. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში რაც ხდება. ჯანდაცვა, თავისუფალი მიმოსვლა, ადამიანად რომ ვიგრძნოთ თავი, აი ეს უფლებაც კი გადაგვიკეტა. იმიტომ რომ ის პირადი ხუშტურებია, უნდა რომ მხოლოდ თავის ინტერესები გაატაროს. არ უნდა რომ სხვა აზრი არსებობდეს. საქართველოში ხო არსებობს განსხვავებული აზრის ადამიანები, ხო? არ უნდა უბრალოდ ბიზნეს არ უნდა რომ სხვა განსხვავებული აზრი არსებობდეს. და მის ხუმრობაზე შედი ქალო ბუტყაშიზე უნდა რომ ყველამ გაიცინოს, ხო? თუმცა რეალურად ეგრე ვერ მოხდება, იმიტომ რომ აქ ბევრად უფრო ჯიუტი ადამიანები ცხოვრობთ და ერთი ადამიანის პირადი ინტერესებს ამ ქვეყანას ვერ გადავაყოლებ. და ამის შემდეგ მინდა ერთი რაღაც გითხრათ რა, ეს სკრინი რო არსებობს და ბევრს რო ვიცინით ამის შესახებ, აი როგორია, დათო პირობითი გაქვს წაშალე კომენტარი. ხო თითქოს სასაცილოა, რამდენად სასაცილოა, იმდენად სატირალია ეგ რა, იმიტომ რომ ეგ არის საქართველოს რეალობა დღეს. ეგ შეგვიძლია ყველა კონტექსტში გამოვიყენოთ. დათო სამსახური გაქვს და წაშალე კომენტარი თორე გაგაგდებენ სამსახურიდან. დათო წაშალე კომენტარი თორემ ჯანმრთელობის უფლებას შეგიზღუდავენ და ასე შემდეგ. ამას აკეთებს დღეს ქართული ოცნება. თუ შენ ოდნავ განსხვავებული აზრი გაქვს და ამას გამოხატავ, შენ იცი რომ ამ ქვეყანაში ვეღარ დაგედგომება და ვიღაც მოგადგება. და გეტყვის რომ ჩუმად იყავი, თორე ვიცი, ციხეში გაგიშვებ, სამსახურიდან გაგიშვებ და ასე შემდეგ. და ჩვენ ხედავთ ჩვენი ირგვლივ ბევრ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ჩუმად არის. თქვენ რა მეგობრებო, ეგ ნორმალური გონიათ, სიჩუმე, როცა რაღაც არ მოგწონთ და ამას ვერ ამბობთ? ეგ არ არის ნორმალური, ეგ არის, როგორ გითხრათ, მონობა ალბათ. როცა ადამიანს მისი აზრის გამოხატვა არ შეუძლია და ამისთვის არ იბრძვის და უბრალოდ ეგუება ამ რეჟიმს, ეგ ყველაზე დამამცირებელი რამ არის ადამიანისთვის. იმიტომ რომ ჩვენი, რა ვიცი, ადამიანი იმით განსხვავდებით ცხოველისგან, რომ გაგვაჩნია აზროვნება, გაგვაჩნია თავისუფალი ნება და ასე შემდეგ. და ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსეთმა დაგვინიშნა, ამის გამო შენ რომ ხმას ვერ იღებ, ეგ არის ძალიან სამარცხვინო, რა ვიცი, ერთხელ ცხოვრობთ და მაშინაც თუ ჩუმად ვიქნებით და ჩვენ სათქმელს ვერ ვიტყვით, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ ცხოვრებას, რა ვიცი. ჭამოთ მაშინ და მოვკვდეთ, როცა მოვკვდებით, ხო? ეგ ხო არ არის ცხოვრება რეალურად. ამიტომ სანამ დროა დაუდექით იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ხმამაღლა ლაპარაკობს და რაიმე ფორმით გამოხატეთ მათ მიმართ ემპათია და მხარდაჭერა. მხარდაჭერაზე გამახსენდა უკვე რუსთაველზე აქტიურად არიან სამღვდელოების წარმომადგენლები. მამა დოროთე, მამა ილია, მამა შიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არქიმანდრიტ დოროთეს უკვე სინოდის სხდომა მოუწყვეს და ასე ვთქვათ, ბრჭყალებში დასაჯეს. მაგრამ ვერანაირად ვერ დასჯიან ამ ადამიანს, იმიტომ რომ იცის რომ ის სიმართლის მხარეს დგას. იცის რომ ის ამბროსი ხელაიას გზას ადგას. შესაბამისად, მან პირდაპირ თქვა, შეიძლება უფრო პატარა ეკლესიაში მომიწიოს ყოფნა, შეიძლება რა ვიცი, დამსაჯოთ, მაგრამ მე სიმართლის მხარეს ვარო და ზუსტად ეგ სიმართლე გაგვამარჯვებინებს. ასევე ძალიან შთამბეჭდავი იყო ის, რომ ერთმა მამაომ გზაც კი გადაკეტა და დადგა ქართველი ხალხის გვერდით, ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას. გზა გადაკეტა და საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული. შემდეგ ამას პროპაგანდა ამოატრიალებს და იტყვის რომ ვიღაც ნაცების მღვდლები არიან. არა მეგობრებო, არ არსებობს ნაცების მღვდლები. არსებობენ რუსები და არსებობენ ქართველები, რომლებიც ამ ქართველობას არასდროს არ დათმობენ და მე რა ვიცი, მე ამაყება რომ ამ ადამიანების გვერდით ვდგავარ. ხო. აგრეთვე გუშინ ნახეთ არქიმანდრიტი შიოს, ასე ვთქვათ, შელაპარაკება პოლიციელთან, რომელსაც პირდაპირ უთხრა რა, შენ მოგწონს რომ ეს კანონია, რომ პირბადის ტარებაზე ადამიანებს იჭერთ და ნახეთ პოლიციელის სახე, რომელიც თვალსაც კი ვერ უსწორებს მას. ზუსტად ეგ არის ჩვენი სიმართლით გავიმარჯვებთ.
არ შეიძლება რომ ჩუმად ვიყოთ, ხო? ასევე რა ვიცი, ამ ბოლო დროს პოლიციელები იქცენ ოპერატორებად და ტელეფონებში ვიდეოებს იღებენ, ვიღაც რომ შემოვარდება, იმას კი არ აქცევენ ყურადღებას. ვიდეოს გადაუღებენ. შემდეგ დადგებიან ჯგუფად და რა ვიცი, WhatsApp-ის ჩატში იხედებიან და აქედან არჩევენ, აი ეს არის ალბათ დასაჭერი, ამან ბევრი ლაპარაკა. ეს ნახე როგორც ცუდად მოძრაობს. დღევანდელი პოლიცია გადაიქცა ამად, აი ხუტა პაჭყორიად გადაიქცა დღევანდელი პოლიცია, რომელიც ნაცების დროსაც ძალიან ცუდი პოლიციელი იყო და დღეს რა გამოასწორებდა, ისევ ისეთი არის, როგორიც იყო და სამწუხაროდ ალბათ ვერც ვერასდროს გამოსწორდება. სუსტად ის ქართველი პოლიციელის სახე არის ხუტა პაჭკორია, ძალადობის, რეჟიმის მსახურების, მილიციელობის სიმბოლო. ამიტომ არასდროს არ გამოსწორდება საქმე, თუ ესეთები იქნებიან პოლიციაში, ხო? და რომ მივდივართ პოლიციელებთან რომ ვეუბნებით, რომ იაზრებ რის გამო იჭერ ამ ადამიანს, პირბადის გამო რომ იჭერ და გეუბნება რომ მე კანონს ვასრულებ ძმა, ეს კანონია ეგეთი. და რა კანონში რომ ჩაგიწეროს ბიძინა, მოდი ესროლე ადამიანს რა გვესვრე? ანუ ეგეც ხო კანონი იქნება და კანონის შესრულებას ხო გავალდებულებს არა ბიძინა. ანუ ისვრე ხალხის მიმართულებით? მე მგონია რომ ზოგი ისვრის კიდეც რა. ეგ არის პრობლემა. თქვენ ვერ იაზრებთ რას ემსახურებით, ვერ იაზრებთ რომ ყველა კანონი არ არის კანონი. ვერ იაზრებთ რომ ის კანონები რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მიიღეს, პირდაპირ ბიძინას ემსახურება და პირდაპირ რუსეთს ემსახურება. და თქვენც რა ვიცი მორჩილად ემორჩილებით და არგუმენტი გაქვთ. კანონია ძმაო ეს. კანონია, მაქსიმართლით არის ჩემო ძმაო, რომ ეს კანონია და მაქსიმართლით გაუსწორეს შენს სინდის თვალი. ხო, მოკლედ ეს იყო მძიმე კვირა გქონდა, იმედია შედარებით მსუბუქი კვირა გვექნება მომავალ ორშაბათს, როდესაც ამ გადაცემას ჩავწერთ, მაგრამ დიდად არ მგონია ესე მოხდეს. არ მოხდება იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მცირე ვართ ის რაოდენობა, ვინც ასე აქტიურად არის პროტესტში ჩაბმული. თუ უფრო მეტი იქნებით ჩვენ გვერდით და უფრო რაღაც საერთო ხასიათი იქნება ამ პროტესტს, ბიძინასთან ბრძოლას, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად ბედნიერი კვირები და თვეები და წლები გველოდება. თუ არა და მაშინ რა ვიცი, სუპიჭამეთ სახში დახურულ კარს მიღმა, სანამ იმ კარსაც არ შემოგინგრევს რეჟიმი და იმ სუპსაც არ წაგართვებს. მოკლედ, დროებით მომავალ შეხვედრამდე.